არგუმენტები და ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავეცდა. გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოყვა დაკავებულების ადვოკატებს სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი აქვს და ისინი ამ საქმის გასაჩივრებას მესამე ინსტანციაში აღარ აპირებენ. დაცვის მხარე გეგმავს, რომ განაჩენი ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს. კრიმინალური პოლიციისა და თბილისის სპეცნაზის მაღალჩინოსნებს 2006 წელს თბილისში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ბაძაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ბრალდებად 12 წლიანი პატიმრობა მათ საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართალთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საუბედურების ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, კახაბერ ნაკანის, ლევან ბეროძის და გრიგორ კინიკაძის მიმართ როგორც კვალიფიკაციის, ისე საძველების მასებში დარჩეს 5 წელი.